კუალა-ლუმპურის საერთაშორისო აეროპორტში Boeing 777 განგზავრებისთვის ემზადება. ფრენა 370 არის ყოველდღიური სამგზავრო რეისი კუალა-ლუმპურიდან მალაიზიიდან პეკინში, ჩინეთში. ღამის 12 საათსა და 42 წუთზე რეის 370 აფრენის ნებართვა ეძლევა. ბორტზე იმყოფებიან კაპიტანი ზაჰრი აჰმად შაჰი, პირველი ოფიცერი ფარიქ აბდულ ჰამიდი, 10 ბორტგამცილებელი და 227 მგზავრი. ფრენიდან 1 საათზე ნაკლებ დროში თვითმფრინავი სამხრეთ ჩინეთის ზღვის თავზე მიფრინავს დაახლოებით 10,700 მეტრის სიმაღლეზე. ღამე მშვიდია, წამოწმენდილია და ამით სტაბილური. რეის 370 ეძლევა მითითება, რომ დაუკავშირდეს ავიადისპეჩერს ჰოჩიმინში, ვიეტნამში, რადგან მალე ვიეტნამის საჰაერო სივრცეში უნდა შევიდეს. კუალა-ლუმპურის ავიადისპეჩერი ეკიპას 7 ღამეს უსურვებს. 1 წუთისა და 53 წამის შემდეგ თვითმფრინავი მოულოდნელად ქრება რადარის ეკრანებიდან კუალა-ლუმპურში, ჰოჩიმინში და ბანგკოკში. ეს პოზიციური მონიტორინგის სისტემა მუშაობს სიგნალზე, რომელიც თვითმფრინავზე განთავსებული 2 ტრანსპონდერიდან ერთმა უნდა გადასცეს. ამიტომ მისი გაქრობა მიუთითებს, რომ ორივე ტრანსპონდერმა შეწყვიტა მუშაობა. ან ისინი ტექნიკურად გაითიშა, მანაც ვინმე ბორტზე ხელით გამართო სისტემა. რეის 370-თან დაკავშირების და მისი მდებარეობის დადგენის ყველა შემდგომი მცდელობა უშედეგოდ მთავრდება. თვითმფრინავი თითქოს უკვალოდ გაქრა. დაახლოებით 4 საათის შემდეგ, როდესაც რეისი პეკინში დაგეგმილ დროს არ ჩაფრინდა, რეისი 370 ოფიციალურად დაკარგულად გამოცხადდა. ამ განცხადების შემდეგ იწყება ავიაციის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ძვირად ღირებული სამძებრო ოპერაცია. საწყის ეტაპზე ძებნა კონცენტრირდა იმ ტერიტორიაზე, სადაც თვითმფრინავი ბოლოს დაფიქსირდა, სამხრეთ ჩინეთის ზღვისა და ტაილანდის ყურის შუაში. თუმცა მალევე საძიებო ზონა გაფართოვდა. მას შემდეგ, რაც მალაიზიის სამხედროებმა დამატებით ინფორმაცია გაასაჯაროეს. ავიადისპეჩერების მიერ გამოყენებული რადარისგან განსხვავებით, შორ მანძილზე მოქმედი სამხედრო რადარი არ არის დამოკიდებული ტრანსპონდერებზე. ის თვითმფრინავებს მათი სიგნალის არეპლის საშუალებით აფიქსირებს. მალაიზიის სამხედროების მიერ შეგროვებული მონაცემების გადამოწმებამ აჩვენა, რომ კონტაქტის დაკარგვიდან მალევე რეისმა 370-მა შეცვალა თავისი დაგეგმილი ფრენის მარშრუტი. თვითმფრინავმა თავდაპირველად გააკეთა უმნიშვნელო მოbrუნება მარჯვნივ, რის შემდეგაც შეასრულა გრძელი ბრუნი მარცხნივ. შემდეგ ის დაბრუნდა უკან და გადაუფრინა მალაიზიის ნახევარკუნძულს, ხოლო კუნძულ პენანგთან ახლოს კვლავ მარჯვნივ გადაუხვია. ამის შემდეგ თვითმფრინავი ჩრდილო-დასავლეთის მიმართულებით მიფრინავდა მანამ, სანამ სამხედრო რადარის დაფარვის ზონას არ გასცდა. მომდევნო დღეებში მალაკის სრუტე, ადამანის ზღვა და ბენგალის ყურე ინტენსიურად დაათვალიერა მრავალეროვნულმა ავიაციამ და საზღვაო ფლოტმა, მაგრამ რეის 370-ის კვალს ვერ მიიღნეს. ამავე დროს გამომძიებლებმა დაიწყეს თვითმფრინავის სატერიტორიო კომუნიკაციის ჩანაწერების ანალიზი. როგორც ყველა თანამედროვე სამგზავრო თვითმფრინავი, რეისი 370 აღჭურვილი იყო სატელიტური კომუნიკაციის ტერმინალით, SATCOM-ით, რომელიც გამოიყენება მიწასთან მონაცემებისა და სიგნალების გასაგზავნად. და მისაღებად, აფრამდე SATCOM ტერმინალი უკვე დაკავშირებული იყო სატელიტურ ქსელთან და დაამყარა კავშირი მიწისსადგურთან ქალაქ პერთში, ავსტრალიაში. ამ სადგურმა დეტალურად ჩაიწერა ყველა შემომავალი და გამავალი კომუნიკაცია მასა და რეის 370 შორის. რეისის გაუჩინარებამდე, როდესაც თვითმფრინავი სამხრეთ ჩინეთის ზღვის თავზე დაფრინავდა, ყველაფერი ნორმალურად მუშაობდა. შემდეგ ფრენის მონაკვეთში SATCOM კავშირი მოულოდნელად გაწყდა. ტერმინალმა შეწყვიტა პასუხისგაცემა. მაგრამ 3 წუთის შემდეგ, მას შემდეგ, რაც თვითმფრინავი ადამიანის ზღვის თავზე გაქრა, ტერმინალმა თავად მოითხოვა ქსელში ხელახლა შესვლა. სატელიტური კომუნიკაცია წარმატებით აღდგა და თითქმის 6 საათის შემდეგ კვლავ არ შეწყვეტილა. ამ ბოლო საათების განმავლობაში თვითმფრინავთან სატელიტური ტელეფონით დაკავშირების ორი მცდელობა განხორციელდა. ორივე ზარი დაფიქსირდა SATCOM ტერმინალის მიერ და წესით კაბინაში უნდა გადამისამართებულიყო, მაგრამ ეკიპაჟმა მათ არ უპასუხა. ტერმინალმა ასევე 5-ჯერ უპასუხა ავტომატური სტატუსის მოთხოვნას. როდესაც მიწის სადგური 1 საათზე მეტი ხნის განმავლობაში ვერ იღებდა სიგნალს თვითმფრინავიდან, ის აგზავნიდა სიგნალს იმის დახადასტურებლად, იყო თუ არა ტერმინალი კვლავ აქტიური. მიუხედავად იმისა, რომ ეს სიგნალი არ შეიცავდა თვითმფრინავის ზუსტ მდებარეობას, გამომძიებლებმა შეძლეს სატელიტისა და თვითმფრინავის შორის მანძილის გამოსვლა. ეს იმ დროის მიხედვით გამოითვლებოდა თუ რამდენ ხანს სჭირდებოდა სიგნალს გაგზავნა და მიღება. ამის შემდეგ მიღებულ იქნა 7 შესაძლო მდებარეობის რკალი, საიდანაც სავარაუდოდ წამოვიდა ეს სიგნალი. საწვავის მოხმარების სიჩქარისა და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით ჩატარებულმა ფრენის მარშრუტის ანალიზმა აჩვენა, რომ ბოლო სიგნალის ყველაზე სავარაუდო წარმოშობის ადგილმდებარეობა სამხრეთ ინდოეთის ოკეანის ერთ-ერთ რკალზე იყო.
რომლის შემდეგ საძიებო ოპერაციამ ინდოეთის ოკეანის სამხრეთ ნაწილისკენ გადაინაცვლა. რადგანაც რეგიონი ავსტრალიის პასუხისმგებლობის ზონაში შედიოდა, ოპერაციის ხელმძღვანელობა ავსტრალიის მთავრობამ იკისრა. მომდევნო კვირების განმავლობაში ოკეანის დინებებისა და ფრენის მარშრუტის დაზუსტებული მონაცემების საფუძველზე საძიებო არეალი ეტაპობრივად დაკონკრეტდა. თუმცა ინდოეთის ოკეანის ეს ნაწილი იმდენად იზოლირებულია, რომ იქამდე მიღწევას 6 დღე სჭირდებოდა. თვითმფრინავებისა და გემებისგან შემდგარმა ახალმა ფლოტმა 4,500,000 კვადრატულ მეტრზე მეტი ფართობი დაფარა. თუმცა რეის 370-ის კვალს მაინც ვერ მიაგნეს. ვარაუდობდნენ, რომ თვითმფრინავის ოკეანის ზედაპირთან ძლიერი შეჯახების შემთხვევაში წარმოქმნილი ხმის დაფიქსირება შესაძლებელი იქნებოდა სპეციალური წყალქვეშა მოსასმენი მოწყობილობებით, ჰიდროფონებით. გამომძიებლებმა ეს ვერსია შეამოწმეს და უთხრა ჰიდროაკუსტიკურმა სადგურმა მართლაც დააფიქსირა გარკვეული ხმა. მიუხედავად იმისა, რომ ამ ხმის დაფიქსირების დრო და მიმართულება მიახლოებით ემთხვეოდა ბოლო სატელიტურ სიგნალს, მისი წარმოშობის სავარაუდო კოორდინატები მაინც განსხვავებული აღმოჩნდა. დიდი ველბოთობით ეს ხმა გეოლოგიური აქტივობებით, მაგალითად წყალქვეშა მიწისძვრით იყო გამოწვეული. რეისი 370 აღჭურვილი იყო წყალქვეშა ლოკატორის შუქურით, რომელიც ავარიის შემთხვევაში ხმოვან სიგნალს გამოსცემა. მათი ბატარეის მუშაობის ხანგრძლივობა კი დაახლოებით 40 დღეა. როდესაც აპრილის დასაწყისში ეს ვადა იწურებოდა, დაახლოებით 3000 მეტრის სიღრმეზე დაფიქსირდა სიგნალები, რომელთა პულსაცია და სიხშირე ნაწილობრივ ამ შუქურების მონაცემებს გავდა. ამის შემდეგ ავტონომიურმა წყალქვეშა აპარატმა რამდენიმე კვირა ზღვის ფსკერის სკანირებაში გაატარა. იმ არეალში, სადაც სიგნალები დაფიქსირდა, თუმცა ნამსხვრევები ვერ აღმოაჩინეს. 16 თვეზე მეტი ხნის განმავლობაში არანაირი კვალი არ ჩანდა, სანამ სრულიად სხვა მხარეს მნიშვნელოვანი აღმოჩენა არ გაკეთდა. 2015 წლის 29 ივლისს ინდოეთის ოკეანეში მადაგასკარის აღმოსავლეთით მდებარე კუნძულ რეუნიონზე სანაპიროს დასუფთავებისას ადამიანთა ჯგუფმა შემთხვევით იპოვა დაახლოებით 2 მეტრიანი მეტალის ობიექტი, რომელიც მთლიანად ზღვის ორგანიზმებით იყო დაფარული. ავიაციის ექსპერტებმა მალევე დაადგინეს, რომ ეს ნაწილი თვითმფრინავის ფრთის ელემენტი, ფლაპერონი იყო. შიდა ნიშნულების, თარიღებისა და სერიული ნომრების დეტალურმა შემოწმებამ კი საბოლოოდ დაადასტურა, რომ ნაპოვნი ფლაპერონი სწორედ რეის 370-ს ეკუთვნოდა. მიუხედავად იმისა, რომ კუნძული რეუნიონი საძიებო ზონიდან დასავლეთით დაახლოებით 4000 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს და კატასტროფიდან წელზე მეტი იყო გასული, ეს ლოკაცია მაინც ემთხვეოდა ოკეანის დინებების მოდელირებით გამოთვლილი ნამსხვრევების გავრცელების ტრაექტორიას. ეს აღმოჩენა გახდა პირველი ფიზიკური მტკიცებულება იმისა, რომ რეისი 370 ინდოეთის ოკეანეს ჩამოვარდა. ფლაპერონის პოვნის შემდეგ სამხრეთ-აღმოსავლეთ აფრიკის სანაპიროების მასშტაბური შემოწმება დაიწყო, რის შედეგადაც სულ 31 საეჭვო ობიექტი აღმოაჩინეს. მათ შორის იყო მარჯვენა ფრთის გარე ფლაპის ნაწილი, ერთ-ერთი ძრავის გარსაცმლის ფრაგმენტი, ცხვირის შასის კარის ნაწილი, ვერტიკალური სტაბილიზატორის დეტალი და სავარძლის მონიტორის დამსხვრეული კორპუსი. 51 ნივთიდან სავარაუდოდ ამ თითქმის დაზუსტებით 18 შეფასდა როგორც რეის 370-ის კუთვნილი ნაწილი. 3 ოფიციალურად დადასტურდა, მხოლოდ 11 ნაწილის იდენტიფიცირება ვერ მოხერხდა. აღსანიშნავია, რომ გარკვეულ ნამსხვრევებზე აფეთქების კვალი არ აღმოჩნდა. ასევე არ გამოიკვეთა ხანძრის ნიშნები, თუ არ ჩავთვლით 3 მცირე დამწვარ ლაქას ერთ-ერთ დაუდგენელ ფრაგმენტზე. ნამსხვრევების ძიებაში თანამგზავრებიც მონაწილეობდნენ. 2014 წლის მარტის სატელიტური სურათების ანალიზმა გამოავლინა რამდენიმე ობიექტი, რომლებიც ინდოეთის ოკეანის სამხრეთ ნაწილში დივდივებდა. თუმცა გამოსახულების დაბალი ხარისხის გამო მათი იდენტიფიცირება ვერ მოხერხდა და მრავალჯერადი მცდელობის მიუხედავად ეს ობიექტი ვერ იპოვეს. ერთ-ერთ სატელიტურ ფოტოზე, რომელიც ბოლო სიგნალიდან რამდენიმე საათში იყო გადაღებული, დაფიქსირდა ობიექტი, რომელიც რეაქტიული თვითმფრინავის კონდენსაციურ კვალს წააგავდა. თუმცა შემდგომ ანალიზმა დაასკვნა, რომ ეს სავარაუდოდ მხოლოდ წაგრძელებული ფორმის ღრუბლის ჭრილი იყო. თვითმფრინავის გაუჩინარების შემდეგ წყალქვეშა სამძებრო სამუშაოები თვეების შემდეგი წლების განმავლობაში გრძელდებოდა, სანამ 2017 წლის დასაწყისში საბოლოოდ არ შეჩერდა. იმ დროისთვის უკვე გამოკვლეული იყო ზღვის ფსკერის დაახლოებით 120,000 კვადრატული კილომეტრი. მოგვიანებით ძებნა ამერიკულმა სამმართველო კომპანიამ Ocean Infinity-მ განაახლა, თუმცა ერთწლიანი მუშაობის მიუხედავად მათაც ვერაფერი აღმოაჩინეს. თუ რეის 370 ზუსტი ადგილსამყოფელი არ დადგინდება, კატასტროფის რეალური მიზეზი შესაძლოა სამუდამოდ ბურუსით მოცული დარჩეს. მიუხედავად ამისა, წლების განმავლობაში არაერთი თეორია გაჩნდა. გაუჩინარების დღეს ეჭვი 2 მგზავრზე მიიტანეს, რომლებიც ბორტზე მოპარული პასპორტებით ავიდნენ, რამაც თავდაპირველად თვითმფრინავის გადაცემის ვერსია წარმოშვა.
თუმცა გამოძიებამ მათი კავშირი ტერორისტულ ორგანიზაციებთან ვერ დაადასტურა. მალევე დადგინდა, რომ ისინი თავშესაფრის მიღებას ცდილობდნენ და ყალბილიანტობას სწორედ ამიტომ იყენებდნენ. მსგავსი ეჭვი გაჩნდა ერთ-ერთ მგზავრთან დაკავშირებითაც, რომელიც პროფესიით ბორტინჟინერი იყო და თეორიულად ფლობდა Boeing 777-ის მართვის საჭირო ცოდნას. 219 ადამიანის გარდა თვითმფრინავს 11 ტონამდე ტვირთი გადაჰქონდა. ტვირთის სიაში არსებულმა ლითიუმ-იონური ბატარეების პარტიამ ექსპერტთა ნაწილს ფრენის დროს ხანძრის გაჩენის ეჭვი გაუჩინა. მსგავსი პრეცედენტი 2010 წლის სექტემბერში მოხდა, როდესაც UPS Airlines-ის 006 რეისის კატასტროფა სწორედ ლითიუმ-იონური ბატარეების პალეტიდან დაწყებულმა ხანძარმა გამოიწვია. ხანძრის კიდევ ერთ სავარაუდო მიზეზად ელექტროგაუმართავობა განიხილება. ასეთი შემთხვევაც მოხდა 1998 წლის სექტემბერში Swiss Air-ის 111 რეისზე, სადაც ხანძარი სავარაუდოდ პილოტების კაბინის ზემოთ არსებულ ელექტროგაყონილებაში მოხდა. ამ ხანძარმა რამდენიმე მნიშვნელოვანი ავიონიკური სისტემა, მათ შორის ტრანსპონდერები და სათქომ კომუნიკაცია წყობრიდან გამოიყვანა. რეის 370 შემთხვევაშიც კავშირის მოულოდნელი გაწყვეტად მარშრუტიდან გადახვევაში სულ სწორედ ხანძარზე რეაგირების მცდელობა ყოფილიყო. სავარაუდოდ პილოტებმა თვითმფრინავი მალაიზიისკენ უახლოეს აეროპორტში ავარიული დაჯდომის მიზნით შემოუბრუნეს, თუმცა მსგავსი მცდელობა ოფიციალურად არ დაფიქსირებულა. ამის ნაცვლად ლაინერმა ფრენა კიდევ დაახლოებით 6 საათის განმავლობაში განაგრძო. ზოგიერთი თეორიის თანახმად ეკიპაჟმა კაბინაში წნევის ვარდნის გამო შეძლო გონება დაკარგა. მაგალითად 2005 წლის აგვისტოში Helios Airways 522 რეისზე კაბინის წნევის ვარდნისას სისტემის გაუმართავობის გამო პილოტები მალევე გაითიშნენ, თუმცა ავტოპილოტზე მყოფი ფრინავის საწვავის ამოწურამდე კიდევ 2 საათზე მეტ ხანს მიფრინავდა. ავიაკომპანიის პილოტები მსგავსი შემთხვევებისთვის სპეციალურად არიან გაწვრთნილნი. წნევის ვარდნისას ჟანგბადის ნიღბები ავტომატურად ეშვება, რაც პილოტებს საშუალებას აძლევს ხომალდის სწრაფად დაუშვან სიმაღლეზე, სადაც უთქვა თავისუფლადაა შესაძლებელი. მალაიზიის სამხედრო რადარის მონაცემები ფრენის სიმაღლის შესახებ მართლაც არსებობს, თუმცა ისინი მეტად არათანმიმდევრულია. რეალურად Boeing 777-ს ფიზიკურად არ შეუძლია სიმაღლის ისეთი მკვეთრი ცვლილებების შესრულება, როგორიც ამ ჩანაწერებში ფიქსირდება. მონაცემების მიხედვით ერთ მომენტში თვითმფრინავი მაქსიმალურ საოპერაციო სიმაღლეს თითქოს 4500 მეტრით აჭარბებს. შემდეგ კი ერთ წუთზე ნაკლებ დროში 15000 მეტრით დაშვებას აკეთებს. ფრენის სიმულატორებში ამ მანევრების გამეორება ვერ მოხერხდა, რის გამოც აღნიშნული მონაცემები არაზუსტად და არასანდოდ მიიჩნიეს. თუ რეის 370-ს დაახლოებით 10700 მეტრის სიმაღლეზე კაბინის წნევა დაეკარგა და პილოტები მანამდე გაითიშნენ, სანამ დავალ სიმაღლეზე დაეშვებოდნენ, ეს შესაძლოა ახსნიდეს, რატომ გაგრძელდა ფრენა ასე დიდ ხანს. თუმცა ბევრად რთული ასახსნელია კურსის ცვლილებები. ფრენის სიმულაციებმა აჩვენა, რომ პირველი მკვეთრი მარცხენა მოხვევა აუცილებლად ხელით მართვის რეჟიმში უნდა შესრულებულიყო, რადგან დახრეს კუთხე ავტოპილოტის შესაძლებლობებს აღემატებოდა. მომდევნო მონაკვეთები კი შესაძლოა როგორც ხელით, ისე ავტოპილოტით ყოფილიყო შესრულებული. მაგრამ თუ ავტოპილოტმა მართლაც შეცვალა კურსი, ეს ნიშნავს, რომ ვიღაცას ეს ცვლილებები წინასწარ უნდა დაეპროგრამირებინა. სხვა ვერსიით, თვითმფრინავი მთელი ამ დროის განმავლობაში ხელით იმართებოდა. 2014 წლის ივნისის ბოლოს მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ სპეციალურმა გამოძიებამ მთავარეჭმიტანელად რეისის კაპიტანი მიიჩნია. კაპიტანის სახლში ჩატარებული ჩხრეკისას აღმოაჩინეს ფრენის სიმულატორი, რომელშიც თითქოს არსებობდა საეჭვო მარშრუტი, რომელიც ინდოეთის ოკეანის სამხრეთ ნაწილში სრულდებოდა. იმ პერიოდში ეს ინფორმაცია ოფიციალურად არ დადასტურებულა და არც 2015 წლის ანგარიშში მოხვედრილა. თუმცა 2016 წელს მედიაში გაჩვენა დოკუმენტებმა, რომლებიც მალაიზიის პოლიციის მიერ 2014 წლის მაისში ჩატარებულ სასამართლო ექსპერტიზას ეხებოდა. ამ დოკუმენტებმა ცხადყო, რომ სიმულირებული მარშრუტი ნამდვილად არსებობდა და დეტალურადაც კი იქნა შესწავლილი. მალევე ეს ფაქტი მალაიზიის მთავრობამაც დაადასტურა. აღდგენილი მონაცემები 7 კოორდინატებისგან შედგებოდა. 2 კუალა-ლუმპურში, 2 მალაკის სრუტეში, 1 ბენგალის ყურეში და 2 სამხრეთ ინდოეთის ოკეანეში. ეს ფაილები სიმულატორის პროგრამამ ინციდენტამდე დაახლოებით 1 თვით ადრე ავტომატურად შეინახა, თუმცა გაურკვეველი დარჩა, ეკუთვნოდა თუ არა ეს წერტილები ერთსა და იმავე სესიას. შესაბამისად, მათი ერთ უწყვეტ მარშრუტად გაერთიანება შესაძლოა მცდარი ყოფილიყო. სასამართლო ექსპერტიზის საბოლოო დასკვნაში ნათქვამი იყო, აღმოჩენილი აქტივობებიდან არც ერთი არ მიუთითებს აშკარად წინასწარ დაგეგმილ მოქმედებაზე, რომელიც ფრენას 370-ის ინციდენტს უკავშირდება. მიუხედავად ამისა, სიმულირებულ და რეალურ ტრაექტორიებს შორის მსგავსებამ საძიებო ოპერაციის მიმდინარეობაზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა.
ავსტრალიელმა გამომძიებლებმა განიხილეს ვერსია, რომლის მიხედვითაც საწოვის ამოწურვის შემდეგ ვინმეს შეეძლო თვითმფრინავის პლანირების რეჟიმში მართვა, რის შედეგადაც ის დაახლოებით 200 კილომეტრით უფრო შორს გადაფრინდებოდა. სხვა ვარიანტით კი შესაძლებელი იყო საწოვის დაცდამდე ხომალდის წყალზე კონტროლირებადი დაშვება, რაც ფრენის მანძილს შემცირებდა. მიუხედავად იმისა, რომ ორივე სცენარი ნაკლებად სავარაუდოდ მიიჩნიეს, ისინი საძიებო ოპერაციის ფარგლებში მაინც გაითვალისწინეს. თუ კაპიტანმა რეის 370 მარშრუტი განზრახ შეასრულებინა, რათა ის ინდოეთის ოკეანის იზოლირებულ ნაწილში დაემალა, მისი მოტივი კვლავ უდიდეს საიდუმლოდ რჩება. კაპიტანი ზაჰარი აჰმად შაჰი 53 წლის იყო. მას ჰყავდა მეუღლე და 3 შვილი. ასევე მას 18,000 საათზე მეტი საფრენოსნო გამოცდილება და უნციკლო პროფესიული ისტორია ჰქონდა. გამომძიებლებმა ვერ იპოვეს მისი ფინანსური პრობლემების მტკიცებულებამ, გაუჩინარებამდე მისი ყოველთვიური ხარჯები უჩვეულოს არაფერს აჩვენებდა. მას არ ჰქონდა ფსიქიკური დაავადებების ისტორია და არც მის ქცევაში დაფიქსირებულა რაიმე მოულოდნელი ცვლილება. კაპიტანი კუნძულ პენანგზე გაიზარდა, რის გამოც ზოგმა ივარაუდა, რომ კუნძულის სამხრეთ-დასავლეთით შესრულებული მეორე მოხვევა შეძლოა მშობლიური ქალაქისთვის უკანასკნელად გადახედვის მცდელობა ყოფილიყო. არსებობდა პოლიტიკური მოტივის ვერსიაც, რადგან კაპიტანი აქტიურად უჭერდა მხარს ოპოზიციის ლიდერს, რომელსაც რეისის აფრენამდე რამდენიმე საათით ადრე ხუთწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. ზოგიერთი წყარო ოჯახურ პრობლემებზეც მიუთითებდა, თუმცა ოფიციალურმა გამოძიებამ და კაპიტანის ოჯახის წევრებმა ეს ინფორმაცია უარყვეს. საბოლოო ანგარიში ერთადერთ რეალურ შეუსაბამობად ის დარჩა, რომ ბოლო რადიოკომუნიკაციისას კაპიტანმა არ გაიმეორა მინიჭებული სიხშირე, რაც სტანდარტული პროცედურის დარღვევას წარმოადგენდა. სტანდარტული პროცედურის მიხედვით კაპიტანს უნდა გაიმეორებინა მინიჭებული რადიოსიხშირე, როგორც ეს რამდენიმე წუთით ადრე გააკეთა. მიუთითებს თუ არა ეს გამოტოვება რაიმეზე, თუ მხოლოდ შემთხვევით შეცდომა იყო ამის თქმა რთულია. ყველა მონაცემით კაპიტანი ზაჰრი აჰმად შაჰი კეთილგანწყობილი და პატივსაცემი პილოტი იყო, რომელსაც ავიაცია ძალიან უყვარდა. ეს ნათლადაც ჩანს იმ ფოტოებსა და ვიდეოში, რომლებსაც ის სოციალურ ქსელში აზიარებდა. ერთ-ერთ ვიდეოში კაპიტანი ამბობს: მოგესალმებით ყველას. ეს ვიდეო საზოგადოებისთვის სასარგებლო ინფორმაციის საზიარებლად ჩავწერე. კიდევ უფრო ნაკლებად იწვევდა მეორე პილოტი, 27 წლის ფარიკ აბდულ ჰამიდი, რომელიც მალე დაქორწინებას აპირებდა. მას ფრენის 3000 საათიანი გამოცდილება ჰქონდა, თუმცა კონკრეტულად ამ ტიპის ლაინერს მხოლოდ 39 საათი იყო ნამუშევარი. ზაჰარიას მსგავსად არც ფარიკს ჰქონია ფინანსური, ფსიქოლოგიური თუ პირადი პრობლემები და არც მათ შორის კონფლიქტის ნიშნები არსებობდა. ზოგიერთი სპეციალისტი ეჭქვეშ აყენებს ვერსიას, რომლის მიხედვითაც გადაცემა პილოტმა მოაწყო, რადგან მეორე პილოტის მხრიდან წინააღმდეგობის ნიშნები არ დაფიქსირებულა, თუმცა მსგავსი პრეცედენტი ისტორიაში უკვე არსებობს. 2014 წლის თებერვალში Ethiopian Airlines 700 მეორე რეისი სწორედ მეორე პილოტმა გაიტაცა. ის უბრალოდ დაელოდა მომენტს, როდესაც კაპიტანი კაბინიდან გავიდა და გარი ჩაკეტა და იტალიის ნაცვლად თვითმფრინავი შვეიცარიისკენ წაიყვანა, სადაც თავის საფარი ითხოვა. რეის 370-ის მეორე პილოტთან დაკავშირებული ერთ-ერთი საინტერესო დეტალი მის მობილურ ტელეფონს უკავშირდება. გაჟონილმა საიდუმლო დოკუმენტებმა დაადასტურა, რომ როდესაც თვითმფრინავი კუნძულ პენანგს უახლოვდებოდა, მობილურმა ანძამ კავშირი დამყარა მეორე პილოტის iPhone 5S-თან. გამომძიებლების განმარტებით ეს არ ყოფილა სატელეფონო ზარი, როგორც ამას მედია ხშირად აცხადებდა. ეს იყო მხოლოდ ავტომატური ლოკაციის სიგნალი, რომელიც ტელეფონმა გაგზავნა. რატომ არ მოხდა ეს ინფორმაცია ოფიციალურ ანგარიშებში უცნობია. საბოლოო ჯამში სურათი ასეთია. ერთი მხრივ სიმულატორში ნაპოვნი მარშრუტი საეჭვოდ გამოიყურება. მეორე მხრივ კი რთულია რაიმე სერიოზული ეჭვის მიტანა პილოტების პიროვნულ თვისებებზე. მართალია გადაცემის ვერსია გარკვეულწილად ერგება არსებულ მტკიცებულებებს, თუმცა მთავარი პრობლემა მაინც ისაა, რომ რაიმეს გადამწყვეტი მტკიცებულებები დღემდე არ გაგოჩნია. 2018 წელს მალაიზიის მთავრობის მიერ გამოქვეყნებულ საბოლოო ანგარიში პირდადგინდა, რომ კომუნიკაციის დაკარგვა და მარშრუტიდან გადახვევა ტექნიკური გაუმართავებით იყო გამოწვეული. ამის ნაცვლად გამომძიებლები ვარაუდობდნენ, რომ ვიღაცამ ხელით შეცვალა თვითმფრინავის სისტემები. მაგალითად, მათი აზრით, სადგომ სისტემა ხელით გამოირთო, სავარაუდოდ ელექტროენერგიის მოულოდნელი და ხანგრძლივი გათიშვის მიზეზით. შემდეგ კი როცა ენერგია აღდგა, ტერმინალმა უბრალოდ გადატვირთვა გააკეთა. ასევე ითვლება, რომ ფრენის მიმართულების ცვლილებები ხელით შეტანილი ბრძანებების შედეგი იყო.
თუმცა ანგარიში რამდენჯერმე ხაზგასმულია, რომ ეს დასკვნები დიდი გაურკვევლობით არის მოცული. რადგან მტკიცებულებები ძალიან შეზღუდულია. ანგარიში არც პირდაპირ ამბობს, რომ თვითმფრინავი გაიტაცეს. სინამდვილეში საბოლოო დასკვნა საერთოდ არ გაკეთებულა. როგორც მალაიზიის, ასევე ავსტრალიის მთავრობა თანხმდება, რომ Malaysia Airlines ფრენა 370 ინდოეთის ოკეანის სამხრეთ ნაწილში ჩამოუვიდა, მაგრამ მიზეზი ვერ განისაზღვრება, სანამ ძირითადი ნამსხვრევები არ მოიძებნება. წლებია უკვე ეძებენ მსოფლიოში წამყვანი ავიაციის სპეციალისტები. ასევე ყველაზე თანამედროვე ტექნოლოგიებით, მაგრამ უშედეგოდ. ბევრმა ავტორმა, ავიაციის ექსპერტმა და დამოუკიდებელმა გამომძიებელმა საკუთარი თეორიების წამოაყენა. ზოგი თვლის, რომ თვითმფრინავი საერთოდ არ ჩამოვარდა და იგი ინდოეთის ოკეანეში მდებარე ამერიკულმა სამხედრო ბაზამ ჩამოაგდო. შემდეგ კი სატელიტური მონაცემები თითქოს გაღალბდა დიდი დაფარვის ოპერაციის ფარგლებში. სხვა თეორიის მიხედვით თვითმფრინავი ინდოეთისკენ მოტრიალდა და ჩრდილოეთით ყაზახეთამდე გაფრინდა, ისე რომ ვერავინ შენიშნა. ამ ვერსიით აფრიკის სამხრეთ-აღმოსავლეთ სანაპიროზე აღმოჩენილი ნამსხვრევები განზრახ იქ იქნა დატოვებული. კიდევ ერთი თეორია ამბობს, რომ თვითმფრინავი დისტანციურად გაიტაცეს და მიზიდან მართავდა. მართალია კომპანიები, მათ შორის Boeing-ი, გარკვეულ ტექნოლოგიების ექსპერიმენტებს ატარებენ, რომლებიც თვითმფრინავის დისტანციურ კონტროლს შესაძლებელს გახდიდა, მაგრამ არც ერთი კომერციული ავიალაინერი ასეთი სისტემით აღჭურვილი არ არის ცნობილი. უფრო ნაკლებად კონსპირაციული ვერსიაც არსებობს, რომ შესაძლოა არასწორია ვარაუდი თითქოს თვითმფრინავის სამხრეთ ინდოეთის ოკეანისკენ მარცხნივ მოხვევის შემდეგ სწორ ხაზზე და მუდმივი სიჩქარით მიფრინავდა. 2018 წლის დასაწყისში ფრანგმა დამოუკიდებელმა გამომძიებლებმა წარმოადგინეს სხვა შესაძლო მარშრუტი, რომლის მიხედვითაც თვითმფრინავი შესაძლოა ცდილობდა საშუბაო კუნძულზე დაჯდომას. მაგრამ საბოლოოდ ჩამოვარდა ოფიციალური გამოძიების მიერ განსაზღვრულ ზონაზე უფრო ჩრდილოეთით. ამ რეგიონის ზედაპირული ძებნა რეისის გაუჩინარებიდან დაახლოებით ერთ კვირაში ჩატარდა, თუმცა წყალქვეშა ძებნა ამ ჩრდილოეთ ზონამდე არასოდეს მისულა. რეისი 370-ის გაუჩინარება კვლავ ერთ-ერთ უდიდეს საიდუმლოდ რჩება ავიაციის ისტორიაში.